პიროვნული განვითარება და პიროვნული ზრდა. რა განსხვავებაა? პიროვნული განვითარება. პიროვნული განვითარება არის მთლიანად პიროვნების ფორმირების და გაუმჯობესების პროცესი ცხოვრების ყველა სფეროში. ეს პროცესი იწყება ახალი უნარების და ჩვევების გამომუშავებით და გრძელდება საკუთარ ღირებულებებზე ღრმა აღქმითა და ემოციური ინტელექტის გაძლიერებით. პიროვნული განვითარება მოიცავს უნარების განვითარებას, რომელშიც შედის კომუნიკაცია, ლიდერობა, თვითდისციპლინა, ჰორიზონტის გაფართოებას, კითხვა-განათლება, ინტროსპექცია, საკუთარი ღირებულებების გაცნობიერებას და ემოციურ ინტელექტს, საკუთარი თავის დასხების გაგების უნარს, ხასიათისა და აზროვნების განვითარებას. პიროვნული განვითარება არის მუდმივი პროცესი, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდის. პიროვნული ზრდა. ახლა რა არის პიროვნული ზრდა? პიროვნული ზრდა არის შენი სახის განვითარების კონკრეტული ეტაპები. ეს არის უნარი გადალახო საკუთარი თავის და გარემოს წინაღობები, რაც გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში და მიღწევებში. მაგალითად, შენ ისწავლე არასთქმა. ეს უკვე ზრდის მაჩვენებელია. მოხვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან, ესეც ზრდის მაჩვენებელია. მიიღო შენი გარეგნობა, ისეთ როგორც ხარ, ესეც არის ზრდის მაჩვენებელი. დაიწყო მეტი ფინანსური შემოსავლის მიღება, ესაც პიროვნული ზრდა. მოთხოვებთან გამკლავება. პიროვნული განვითარება, პიროვნული ზრდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.